თქვათ, სასაქონლო ნიშნით თბილისში კუსტარულად აწარმოებდნენ პროდუქციას და საინტერესო არის ასეთ შემთხვევაში მათ შორის იყო საბავშვო ტკბილეულიც. ერთი თვის წინ გორში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც აღმოაჩინეს ასევე არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მაღაზია და უაქციზო სიგარეტების საწყობი და ხო, ლოგიკურად ჩნდება კითხვები, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის და რიგითი მომხმარებლებისთვის ფალსიფიცირებული საკვების მიღება. სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად სურსათის უნებლობის სპეციალისტი ქალბატონი ეკა გიგაური არის. დღეს ჩვენთან სტუმრად მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი საუბარი დავიწყოთ ზოგადად პროდუქტის ფალსიფიკაციით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ზოგადად სხვადასხვა სახეობის პროდუქტის ფალსიფიკაციაზე. ჩვენი მაყურებლისთვის გვისწავლებია, როგორ შეიძლება ფალსიფიცირებული პროდუქტი ამოიცნონ, თუმცა თავად ფალსიფიკაცია რამდენად ფალსიფიცირებული საკვების მიღება, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის, მიუხედავად იმის გათვალისწინებით, უფრო სწორად, რომ თითქმის ყველგან, აი არ ვიცი, რაღაცა დროის ძალიან მცირე შუალედებით ჩნდება ესეთი არალეგალური და კუსტარული საწარმოები, სადაც ხდება ფალსიფიკაცია პროდუქტის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული თემაა, განსაკუთრებით როცა ეხება ბავშვთა კვებას და ბავშვის მიერ მიღებულ სურსათს. ფალსიფიკაცია ზოგადად არის გაყალბება, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სასურსათო პროდუქტის გაყალბება, რომელიც არის შეგნებულად გაკეთებული და ვიღაცისთვის მატერიალური, ასე ვთქვათ, დოულათის მოტანა შეუძლია. ჩვენ კი ვზარალდებით, როგორც მომხმარებლები. არსებობს რამოდენიმე ტიპი გაყალბების, ეს არის ტექნოლოგიური გაყალბება, რომელიც ყველაზე ხშირი არის ხოლმე, როდესაც თვითონ მწარმოებელი იყენებს სხვა ინგრედიენტს, მოცემული ინგრედიენტის ნაცვლად, ამით თვითღირებულებას იკლებს და ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ინგრედიენტები ახლა ჩვენ კამერაში ეკრანზე ვხედავთ ზუსტად აი იმ კადრებს რა და იმ ბრენდებს და პროდუქტებს, რაც ამოიღეს ამ შედეგად. აი ტექნოლოგიურ ნაწილში თქვენ თქვით, რომ ხდება რაღაცა სხვა ინგრედიენტების გამოყენება და რა თქმა უნდა ხარჯების დაზოგვის მიზნით. რა ინგრედიენტებს, ანუ ეს შეიძლება იყოს, გეტყვით ახლა ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა შეიძლება იყოს? შოკოლადი მაგალითად, რომელშიც გამოყენებულია პალმის ცხიმი. შოკოლადის განმარტება არის ის, რომ შოკოლადში უნდა იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ, კაკაოს ცხიმი მისთვის განკუთვნილი. სხვა დანარჩენი მცენარეული ცხიმი არ შეიძლება რომ იყოს მასში გარეული. ეს უკვე ფალსიფიკაცია ტექნოლოგიური, ანუ შეგნებულად ვაკეთებ რაღაცას, ხო? არსებობს კიდე ძალიან ბევრი რამ, შეიძლება თაფლი იყოს, ვთქვათ, ფალსიფიცირებული, შეიძლება იყოს რძის პროდუქტი. ფალსიფიცირება როგორ შეიძლება ხდება? შეიძლება შაქარის, ანუ სიროფის სახით შევიდეს იქ და ამის აღმოჩენაც მარტივად შეიძლება ლაბორატორიულად, როდესაც იზოტოპების ანალიზს აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნურად შეტანილი შაქრის ანალიზი ხდება ამ შემთხვევაში და თუმცა ჩვენ რიგითი მომხმარებლები ლოგიკურად ყველაფერს ასაც ბაზარზე ვიყიდით, მის ლაბორატორიულ ანალიზს ვერ გავაკეთებ. სამისოთ არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, ზედამხედველობის ორგანოები, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებენ, აგრეთვე შეიძლება ითქვას რძის პროდუქტებზე. ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვესმის რძის შემცველი პროდუქტი და რძის პროდუქტი. რძის პროდუქტი არის, სადაც მცენარეული ცხიმი საერთოდ არ არის გამოყენებული და მხოლოდ ცხოველური ცხიმია, ანუ რაცაც ვთქვათ, რძე ქვია და მისგან დამზადებული პროდუქტი და მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი, რძის შემცველი პროდუქტი, ესეთი რაღაც ქვია. ესეც ტექნოლოგიებს ამას და ავალდებულებს მწარმოებლებს, რომ ჩამოთვლილი, ჩემს მიერ ჩამოთვლილი სამი პროდუქტი, ეს იყო იგივე ყველი, იყო შოკოლადი თუ თაფლი, მას აქვს ტექნიკური რეგლამენტი, როგორც დანარჩენ თქვა სხვა პროდუქტებს აქვს თავისი ტექნოლოგიური რეგლამენტები, იგივე შეიძლება იყოს ეს ღვინო, რომელიც არ შეიძლება რომ წყლით იყოს გაზავებული, თქვა და სხვა დანამატები დამატებული, ის თუ სპირტიანი სასმელები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ტექნოლოგიური ფალსიფიკაციის მაგალითები. არსებობს კიდე სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, დანაშაული ფალსიფიკაციის, ეს არის რაოდენობრივი. ჩვენ ავიღეთ მაგალითად ვიყიდეთ 200 გრამი რაღაც და მასში არის 120 აი ჩაი გიჭიროთ ახლა მაგალითად ხელში. რამდენად მარტივად ფალსიფიცირებადი პროდუქტი არის ჩაი და რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს და აი ჩვენ რიგით მომხმარებლებს როგორ შეგვიძლია მივხვდეთ მაგალითად ჩაი ფალსიფიცირებული არის თუ არა? კი ბატონო, ამის გარკვევა ესე მარტივი რა თქმა უნდა არ არის. სერიოზული გამოკვლევა ხდება ხოლმე ლაბორატორიული კვლევების შედეგად. სურნელი ორგანოლეპტიკა შეიძლება ნაყენი გააკეთო თქვათ ჩაის და მაშინ მივხვდე რომ თქვათ თუ აქვს მას ჩაის ფერი შესაბამისად თუ მწვანე ჩაი გვაქვს ნაყიდი, მწვანე
მწვანე ჩაისთვის დამახასიათებელი საღებავების დამატება ხდება ხოლმე მე რამდენადაც ვიცი. ხდება ხშირად თვითონ ასე ვთქვათ არომატიზატორებისაც, რომელიც მას არ ეკუთვნის და რომელიც ეტიკეტზე არ არის დეკლარირებული, მის დამატებაც უკვე ნიშნავს ფალსიფიკაციას. ეს უკვე სხვა ტიპის ფალსიფიკაცია, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ კიდე, როდესაც ეტიკეტის ფალსიფიკაციას ვთქვათ განსაზღვრავს, რაც შემადგენლობაში გაქვს, ის არა გაქვს დატანილი ეტიკეტზე. ან თუ გაქვს გამოყენებული არომატიზატორი და ვთქვათ არა გაქვს ეტიკეტზე, ეს უკვე სხვა ტიპის ფალსიფიკაცია. აგრეთვე არის უფრო სახიფათო ფალსიფიკაცია და დასჯადი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე ფალსიფიკაცია, როდესაც შენ ბრენდირებულ რაღაც პროდუქტს ეტიკეტს უბრალოდ დაკრავ რაღაც სწორედ ესეთი შემთხვევა იყო ბოლო შემთხვევა, რაც უბრალოდ სპირტს მიაკრავ რაღაც სერიოზული ბრენდის კი ბატონო, მათ შორის ახლა იმ ბოლო შემთხვევას გავიხსენებდი, ყველაზე მეტად რის გამოც აღშფოთდით იყო საბავშვო ტკბილეული ბრენდი, რომელიც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს და განსაკუთრებით ახლა ჩვენი ჯანმრთელობაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე მიდგება საქმე, მაშინ უფრო განსაკუთრებულად სენსიტიურები ვართ ხოლმე. აი რას ვურჩევდით მშობლებს ზოგადად საბავშვო ტკბილეული შერჩევის დროს, რომ მინიმუმ ფალსიფიკაციის რისკები ყანიბი პირველ რიგში უნდა შევიძინოთ პროდუქტები, ანუ ყველაფერზე აქ საუბარი, საბავშვო პროდუქტებზე, არასაბავშვო პროდუქტებზე, მინდა გითხრათ, რომ არასაბავშვო პროდუქტები, ალკოჰოლი კიდე ბევრად უფრო სახიფათოა, იმიტომ რომ მეთილი სპირტი, რომელიც შეიძლება იყოს სპირტიან სასმელებში არასწორი ტექნოლოგიური პროცესების წარმართვის დროს, მომაკვდინებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს, სიკვდილი გამოიწვიოს. ანუ ბოროტ მოქმედებასთან გვაქვს. რა თქმა უნდა, იმიტომ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ ეს არის ძალიან სახიფათო, როდესაც ჩვენ არასწორად რაღაც ისეთი დიდ ტყუილში, დიდ გაყალბებაში იღებ მონაწილეობას შეგნებულად. ანუ შენ მაგას განა ვერ ხვდები, შენ მაგას სპეციალურად აკეთებ და ეს არის ძალიან სახიფათო. ბავშვების ტკბილეულს რაც შეეხება, რა თქმა უნდა შევიძინოთ ლიცენზირებულ მაღაზიებში, სადაც მეტად, რა ვიცი, აბა, ნაკლები ვარაუდია, რომ ჩვენ ხო, ნაკლები ვარაუდია, რომ გაყალბდეს რამე. კი ბატონო, როგორც ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელი, მინდა ერთი რაღაცა ამბავი მოვყვედა თან ვისარგებლებ შემთხვევით და შეიძლება თუ არა რომ ეს ამან გვაფიქრებინოს, რომ პროდუქტის ფალსიფიკაციასთან გქონდეს შემთხვევა. მაგალითად, ჩემთან სახლთან ახლოს არსებობს ერთი მაღაზია, სადაც თითქმის ნახევარი ფასი ღირს ის რაღაცა ჩემი საყვარელი ბრენდები იქნება ეს ტკბილეული თუ საკვების, რომელიც ჩვეულებრივ ქსელურ მაღაზიაში რაღაცა გარკვეული ფასი აქვს. შეიძლება თუ არა აქ ვივარაუდოთ, რომ აქ შეიძლება სწორედ მომწოდებელი იყოს ის არალეგალური, ესე ვთქვათ, ქარხნები თუ საწარმოები, რომლებიც მე მაგალითად ესეთი პირდაპირ მტკიცებით არ შემიძლია მაგის თქვა, მაგრამ ეჭვს ბადებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთი და იგივე პროდუქტი თუ ძალიან დიდი განსხვავებული ფასით იყიდება, როგორ შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაცა 6 თვეში რომ ვადა გაზდიოდეს, ესეც ხო შეიძლება იყოს. ეგ შეიძლება წამლებზე არის მიღებული პრაქტიკა, როდესაც იმ მაღაზიაში მასობრივად ასე ხდება, რომ ყველაფერს ფაქტობრივად თითქმის ნახევარი ფასი აქვს, ვიდრე სხვა მაღაზიებში და ახლა გავიჩნდა ეჭვს ხათაშორის ამ ფაქტის შემდეგ, რომ დაბალი ფასი ხათაშორის ერთ-ერთი ჩამონათვალში ერთ-ერთი არის, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ რაღაც ხდება, თუმცა ის ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ოპერირებს ახლა სადაც თქვენ შედიხართ ხოლმე და ის თუ ლეგალურია, მას თუ შემოწმება რეგულარული უტარდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, მათ აქვთ უფლება რომ ამოიღონეს ნიმუში, წაიღონს ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში. ან ჩვენ თვითონ მომხმარებლებს თუ გაგვიჩნდა რამე ეჭვი, შეგვიძლია დავრეკოთ ცხელ ხაზზე და ვიკითხოთ, რომ შეიძლება რომ ეს იყოს თქვათ ისეთი სახიფათო პროდუქტი. სახიფათო პროდუქტი, საბავშვო პროდუქტი, როგორც თქვით, იმიტომ რომ შეიძლება არასწორი, ასე ვთქვათ, არასწორ პირობებში, არასწორ ჰიგიენურ პირობებში დამზადების შემთხვევაში ისეთი მაღალი რისკები, როგორც სალმონელა, ეშერიხია კორი, პათოგენური მიკროორგანიზმები იყოს თქვათ იქ დაფიქსირებული იმ საწარმოში, რადგანაც იქ თუ არავინ არ ამოწმებს, შესაბამისად ძალიან დიდი ვარაუდია, რომ არაფერი სწორად არ ხდება. ამიტომ საბავშვო პროდუქტები ძალიან სახიფათოა. აი რა ხომ ექნება, იცით? შეიძლება. აი რა ჩვენ შევიძინეთ პროდუქტი და აი რა შემთხვევაში უნდა გაგვიჩნდეს ეჭვი. რომ შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული. გავაგზავნებ რამდენიმე პროდუქტი გვაქვს, რომელიც ყველაზე ხშირად მოხმარებადი არის თვითონ რა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი? ნამდვილობას მაგალითად ვილაპარაკოთ. მაგალითად კარაქის შემთხვევაში როდის შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი? ჩვენ პირველ რიგში მაღაზიაში ვყიდულობთ ამას, ლიცენზირებულში არ ვყიდულობთ, სადაც ვთქვათ გაურკვეველი წარმოშობის არის და არაოფიციალური და მიკვლევადი რო არ შეიძლება რომ იყოს, ადამიანი დგას და აღარ იდგება ხვალ ხო? ანუ არ ვყიდულობთ ისეთ ადგილზე, სადაც მიკვლევა არ შეგვიძლია პირველ რიგში. შემდგომ, ნუ რა თქმა უნდა, შეფუთვას უნდა დავაკვირდეთ. უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის ეს შეფუთვა ისეთი, რაც სხვა დროს თუ გვიყიდია მსგავსი პროდუქტი, ან ფერით შეცვლილი, ან თქვათ შეიძლება ნაბეჭდი არის, თქვათ წაშლილი, ან შეიძლება რაღაც გადაკრული აგზეთ. საეჭვო უნდა იყოს თვითონ შეფუთვა პირველ რიგში, დარღვევული ხო არ არის ეს შეფუთვა. შემდეგ რა თქმა უნდა, უკვე სახში თუ მოვიტანეთ და გავხსენით ეს ყველაფერი, უნდა ორგანოლეპტიკურადაც შევაფასოთ, იმიტომ რომ მაღაზიაში ახლა ვერ გადავხსნით ხო კარაქს ან